მოგესალმებით. დაპირებული სიახლის დრო მოვიდა მეგობრებო, ახალი ბრენდი ჩვენს მაღაზიაში Cavol Knives-ი. შეიძლება ბევრისთვის არ არის ცნობილი ეს ბრენდი, რადგან ახალია სულ რამოდენიმე წლის დაარსებული, მაგრამ როგორც დღევანდელ სტანდარტებს შეეფერება ისე შემოვიდნენ ბაზარზე. ხმარობენ უმაღლესი ხარისხის მასალებს, როგორც ტარზე, ასევე ფოლადი და მექანიკა. მუშაობენ რამოდენიმე მაგარ დიზაინერთან, ჯერ არა აქვთ მოდელების დიდი არჩევანი, დაახლოებით 10-15 მოდელი აქვს სულ რა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აკეთებენ სრულიად განსხვავებულ, რაღაცით არაორდინალურ დანებს, უფრო ტაქტიკურ დანებს რა. ახლა რო გავივლით, თავად დარწმუნდებით ამაში, გაჩვენებთ ეხლავე, ნუ მოდი ვნახოთ პირველი მოდელი. ეს გახლავთ KG მეგობრებო. მე შეფუთვაზეც მინდა გავაკეთო აქცენტი გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, ნახოთ, მოდი ამ მოდელს დააკვირდით, როგორი განსხვავებული, როგორი პირის ფორმა აქვს. დარი ულტემია, როგორც შევატყეთ, როგორც ვიცით უკვე. ჩვენმა გამწერება, ახალი მასალა, ერთ-ერთი სუფთა და ძალიან კარგი მასალა, ისეთ ჩაჭრები რაღაც იაპონურ სტილში პირია, ესე მოდის M390 გვაქვს აქ ფოლადი DLC დაფარვით, ხელში ძალიან კარგად ის სხვადასხვა. პირველად რომ ვნახე ეს ტარის მასალა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ ავხვდოვანდი, მეთქი რა ფერია, რაღაცა დანასთან რა შუაშია, მაგრამ რაღაცა ეთყობა თვალის მიეჩვია და ხელში ძალიან თბილია, როგორც ნატურალური მასალა არის ხოლმე, რაღაცა თბილი და ისევ რა ადვილად რო იღებს. არის რა აქვს დანას უნდა გქონდეს ეს ემოციები და შეგრძნებები, ულტემს ნამდვილად ახასიათებს და ძალიან მომწონს ეს KG არის შავი DLC დაფარვით და იგივე მოდელი არის, მაგრამ თეთრი პირით მეგობრებო, ტიტანის backspacer და M390 ფოლადი. ძალიან კაი ტიპია, ძალიან კარგად ის ხელში, სხვადასხვა პოზიციაში, რა ვიცი, მომწონს აქტუალებული, მომწონს გავსი ტიპის დანები და იმიტომ ბასტინელის ახასიათებს კიდე და ნუ არის კიდე რამოდენიმე ბრენდი, ეს იყო KG მეგობრებო ეს ორი მოდელი, ეხლა კი გადავიდეთ დენკაზე. დენკა უნდა გაჩვენოთ ერთ-ერთი და ვიცი უკვე თავი შემაყვარა ძალიან ამდანამ, პატარა, მცირე ზომის და ნახეთ, იმიტომ რომ როცა არის გაკეთებული მაღალ დონეზე, სხვანაირად იქცევს ყურადღებას. ნახე უბრალოდ ტიტანი კი არა, ეს ტიტანს ტექსტურაც აქვს, თუ დააკვირდებით სატინისებური ესეთ სიგრძეზე დაფარვა აქვს. პირზე აქ სიგრძე დაფარვა, აქ დაშვებები ესეთი hollow grind-ი, ლებითაც კიდევ ესეთი სხვადასხვა დაშვებები პირზე ამოჭრა ტიმასკუსის, ტიტანის დამასკოსა ეს თამსტადი, ესეთი განსხვავებული თამსტადი და backspacer-ი, კიდევ უფრო ალამაზებს და ამდიდრებს დანას და გამოვიდა საერთო ჯამში მცირე ზომის ძალიან საყვარელი, მდიდრული, ელეგანტური დასაკეცი დანა. ასეთი არის ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს აქაც M390. დიზაინერი გახლავთ დიგუასი, ამ დანაზეც და კიდევ რამოდენიმე მოდელს აქ რაც გვაქვს, რაც არის წარმოდგენილი არის ამ კაცის გამიერ გაკეთებული დიზაინით, ახალგაზრდა დიზაინერია დიგუასი ნიკნეიმია მისი როგორც მივხვდი, სახელი და გვარი არ არის ცნობილი, ჯერჯერობით რაღაც არასაჯაროებს ეს კაცი როგორც ჩანს და ნუ ნახავთ შემდეგ გადავალთ ამ კაცის დიზაინით, გვაქვს სხვა ბიუჯეტური დანებიც გარდა Cavolisa. ჩამოვიტანეთ, შეფუთვას რაც შეეხება მეგობრებო, მოდი ბარემ გაჩვენებთ, აი ესეთი ლამაზი ყუთი არ არის რაღაცა უბრალოდ კარდონი და რაღაც მარტივად მოშორებული არ არის, არის ნაფიქრი ყველაფერზე, აქ გვაქვს სქემა, ამასაც მალავს ხოლმე ბევრი დანა და ნაჩვენებია თუ როგორ ეწყობა ეს დანა, ამას ნაწილები, ყველაფერი ცალ-ცალკე არის დაშიფრული. გუჩიც რაღაცეები მოყვება, საჩუქრად ეს არის მანქანის სუნი, საკისრები, საბუთი და დაწვრილების წერია ამ მოდელზე ყველაფერი, და სტიკერები რა, არაფერი განსაკუთრებული დიგუასის და თვითონ ამ მოდელის. მოკლედ შეფუთვაზეც ნაფიქრია ამისი ჩვენება და თქმა მინდოდა მეგობრებო და ძალიან კარგი ხარისხის თვითონ ეს ყუთი რა, რაშიც არის შეფუთული. ესეც კიდევ ერთხელ თვალი გადავალოთ ამ მოდელს. ესეთია გახსნილ მდგომარეობაში, დავკეცავ ახლავე და გაჩვენებთ მაგასაც. ესეთი მცირე ზომის ძალიან საყვარელი დანა. შემდეგი მოდელი მეგობრებო, ისევ Cavol Knives-ის კარასუ ქვია მოდელს, M390 გვაქვს ფოლადი, ტიტანის ტარი, ცოტა სქელი პირი, სქელი ტარი უკაცრავა და ესეთი ანოდირებული ოქროსფერი ტიტანის ჩანართით. პიკალი ქვია ამ პირის ფორმას, ამ დანას რაც აქვს. პიკალი, ვინც არ ვიცით, ფილიპინური საბრძოლო ხელოვნებიდან წარმოიშვა ეს სახელწოდება და სუფთა ტაქტიკური ამბავია, ეს მცირე ზომის, ძალიან საყვარელი და მაგარი მაღალი კლასის დასაკეცი დანა, ტაქტიკური დასაკეცი დანა. ფოლადი ამ შემთხვევაში, თუ სწორად მახსოვს, L-Max-ია, კიდევ შევხედე, არა, M390 უკაცრავად. M390 შავი DLC დაფარვით.
ძალიან საინტერესო და მაგარი დანა. შემდეგი ასევე სრულიად განსხვავებული Cowl Knife-ის მანტისი უნდა წარმოგიდგინოთ. იმათთან შედარებით ცოტა უფრო გზელია ეს დანა, მაგრამ კიდევ უფრო მსუბუქია რა, ეს ულტემის მასალა ძალიან კარგია და ძალიან მისაღები ჩემთვის პირადად. Პოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს L-Max-ი უკვე. ძალიან ახე როგორ შეიძლება ვიდეოში არ აღიქმებოდეს, რადგან ფერი და ის გამჭვირვალე ისეთია, რომ კარგად ფორმები არ ჩანის. აი, ცოტა შეთხელებულია, განიერი, ძალიან კარგად. აი, ყველა სხვადასხვა მდგომარეობაში ეს დანა ხელში რა. და ვიფიქრობ, ვისაც უყვარს გავსი ტიპის ტაქტიკური დანები, მოეწონება ყველას ეს დიდი ფიქერია, მსუბუქი. საკითხიც ნაფიქრი არ შემსუბუქებულია და ესეთი მსუბუქი დასაკეცი ტაქტიკური დანა. შემდეგი მოდელი უფრო მასიური, უფრო განსხვავებული, უფრო თან ელეგანტური და თან ძალიან საშიში ვიზუალით გამოირჩევა. Ripback-ი ქვია ამ მოდელს, M390 გვაქვს ფოლადი, ესეთი სტოუნოში დაფარვი, ტარი ტიტანი და ჩასმული აქვს ისევ ტიტანის ტექსტურირებული, აი ესეთი ცალკე ნაჭრები, ესე ვთქვათ. ნახე ზურგი როგორ აქვს, თან გაერთიანებული, თანამოჭრებით შემსუბუქებულისა, ესეთი 3D საკიდი და ხელში შესანიშნავად ის დანა. მიუხედავად ამ თავისი რაღაცა სრულიად განსხვავებული ფორმისა, ვფიქრობ პრაქტიკულიც იქნება რაღაცეების დასჭერად, მაგრამ როგორც ხვდებით, უფრო ეს დანა ტაქტიკური ხასიათისა, ძალიან კარგად ის ამ მდგომარეობაში, აი აქაც ნახე როგორ აქვს ზურგის მხარე. აი ეს ჭრები აქვს გაკეთებული ქვევიდან, აი ეს ერთიანად მოდის და კარგად ის ხელში როგორც ამ მდგომარეობაში, ასევე ამ მდგომარეობაში. ყველანაირად. ძალიან კარგი გათვლები აქვს ამ დანებს, ნუ რა ვიცი, გამაკვირვა მინდა გითხრათ რა. ძალიან მაგარი მოდელია. ავდოთ მოდი ესეც და გადავიდეთ შემდეგზე ასევე მაღალი კლასის დანა უნდა წარმოგიგინოთ ძალიან კამასუ ქვია ამ მოდელს, Cowl Knife-ის კამასუ. აქ გვაქვს M390 ფოლადი, ტიტანი, ტიტანში ჩასმული ჯიმასკუსები, ესეთი ფერში ძალიან კარგადაა შეხამებული შავი ლურჯი ფერები ორივე მხრიდან და იგივე დიზაინერის ლოგოს ხედავთ, იგუასი აქაც ნახე როგორი განსხვავებულია, დახვეწილი, ელეგანტური. დიდი ზომისა, მაგრამ არ არის მძიმე. არ არის მძიმე საერთოდ, მე შიგნიდან წარწერებს ხედავ. და ნახეთ რა ლაზმაზია. ოღონდ ვერ შეხვდებით გავსი ტიპის ესე რაღაცა ვითომ იგრეხილ მოგრეხილ და ამ დროს ძალიან მაგარი კათვრები აქვს ამ დანებს ძალიან მე პირადად აქტოვანებული ვარ და შტაბის ქვეშ ვარ. ეს კი მეგობრებო, Cowl Knife-ის მანტისია ისევ, ნახეთ ჩვენ მანტისი წერან გავიარეთ, მაგრამ მულტემის ტარზე იყო და ესეთი შავი DLC პირით. აქ კი შედარებით უფრო დაძაბეს. უფრო ძვირფასი მასალები ჩართეს ამ შემთხვევაში. ტიტანი გვაქვს ტარი და ნახეთ როგორი ტექსტურა აქვს და ფერი არ მოდირება მიცემული რაღაცა ხის იმიტაცია და ძალიან მომეწონა, ძალიან მომხიბლა ესეთი ტარი, არ შემხედრია აქამდე პრაქტიკაში და ძალიან მომეწონა, გამოიწვია რაღაც ემოციები რა თქმა უნდა. პირი ესეთი თეთრი სატინის დაფარვით გვაქვს და ფოლადი L-Max-ი. ამ შემთხვევაშიც ისევ ესეთი ტიპკერი მსუბუქი საკიდი. ხელში მაგარ გამეორდები ყველანაირად, ნუ სასაული დანებია რა. ძალიან ლამაზი და განსხვავებული. ესეთი მაგარი მანტისი. და ეს იყო Cowl-ის მოდელები დღეისთვის მეგობრებო და ეხლა უნდა გადავიდე სხვა ბრენდებზე, რომელთანაც ერთად აქვს ნამუშევარი ამ ჩვენს ყანა ნახსენებთ იგუას. მოდი განვიაროთ ეს პირველი მოდელი აქ გვაქვს ამ შემთხვევაში Trivisa Knife-ის აი ესეთი დანა, Trivisa Knife-ის იგუასის ერთობლივი ნამუშევარი, ლასერტა ესე ქვია მოდელს. შვედური 14-ის 28-ი გვაქვს ფოლადი და ტარი მიკარტა. შედარებით ბიუჯეტურია როგორც გითხარით, მახასიათებლები და თვისებები და დანიშნულება იგივე რაც წინამორბედებს, არჩევანი უკვე მიდველზე არა ვის რა უნდა. ძალიან კარგად ის ნახე აქაც როგორ არის ძირითადად ხო ქვევით გვაქვს ხოლმე თითის ჩასმელი რომ ესე დაიჯდეს კელში კარგად. ესეც ზის საკმაოდ კარგად. აი ამ ჯიმპინგების დახმარებით, მაგრამ აი ესეთი პირიქით უკუმა მდგომარეობაში ძალიან კარგად გიჭირავს ხელში და ძალიან მოსაწონია ეს ამბავი. შემდეგი უკვე Cubase-თან არის ტიგუასის კოლაბორაცია და დააკვირდით ამდან ესე ნუ ეს იმისგან წინამორბედისგან განსხვავებით არც ისე ბიუჯეტურია, იმიტომ რომ კარგი მასალებია ნახმარი ტიტანია, ჩვეულებრივ შავი ანოდირებით და M390 ფოლადი ძალიან კარგი ესეთი დაშვებებით, მექანიკა კარგი. ნამუშევარი ყველაფერი კარგი და შესაბამისად არც უნდა იყოს ალბათ ბიუჯეტური. ნუ არ ძალიან ძვირიანია, ფასებს ყველაფერს საიტზე დავდეთ და მივთითებთ რა. აღარ განმეორდები ამ ყველაფერზე, არ მიყვარს ხოლმე რაღაც მანძე საუბარი მოკლედ. აი ესეთი საშუალო ზომის ძალიან კარგი დასაკეცი დანა ტანტო პირით და სატინი დაფარვით ესეთი hollow grind-ი დაშვებებით. შეწეული ლინზა. ნუ ამ მოდელს რაც შეეხება მუსო ქვია.
კინაღამ გამოჩა, შემდეგ კი ისევ Cubase გვაქვს მეგობრებო, აქაც ბიუჯეტური მასალებია უკვე ნახმარი, ტარი G10, ფოლადი AUS 10 იაპონური და G10-ზე რაღაცა ესეთი ჭრები, დიზაინს ალამაზებს, ხელში კარგად ზის, პირის ფორმა ძალიან კარგია, ზღარიც უხდება. შავი DLC დაფარო გვაქვს აქაც. Cubase Mizo ქვია ამ მოდელს, საშუალო ზომის, ძალიან ისეთი კარგი, უკვე პრაქტიკული დანა, ეს აღარ არის რაღაც იმისნაირი სხვა დანებისგან. განსხვავებულია თავისი პრაქტიკულობით მოკლედ და დღეისთვის ბოლო მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ Cubase ისევ Leafy ქვია მოდელს, როგორც მოგესწრებათ ფოტოც ნიშნავს და ფორმით გავს ფოტოს, ალბათ ამიტომ შეურჩიეს ეს სახელი. მოდი ორივე მოდელს ერთად გაჩვენებთ, იმიტომ რომ ერთ და იგივე ტარშია სხვაობა, ულტემი გვაქვს და კარბონი რა. თეთრი პირი აქვს ორივე დანას, ფოლადი აქაც AUS 10 გვაქვს. და ნავი საკმაოდ პრაქტიკული იქნება ეს როგორც რაღაცის საჭიროდ, ასევე ტაქტიკურ ამბავშიც. საინტერესო და მსუბუქი დანაა სხვა შორის ძალიან და ერთი ხელში ძალიან კარგი ჭერა აქვს. მოკლედ დღეისთვის ეს იყო მეგობრებო, წარმოგიდგინეთ ასე თუ ისე ეს დანები, იმედია თავი არ მოგაწყინეთ ძალიან. როგორც რა ვიცი, ხშირად ვიღებ ხოლმე კომპლიმენტებს რა, რომ საკმაოდ არ ჭამტვინს რა, მოკლედ მე მგონი ამ ჩემი საუბრით ბევრი არ მინდა ხოლმე. შეიძლება უფრო მეტი საუბარი იგივე ბრენდზე შეიძლება და დიზაინერზეც კიდევ უფრო დაწვრილმანება ამ ახასიათებლებზე, მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს მოწონებადი თქვენს მიერ. თუ რამე შენიშვნა გექნებათ, რა თქმა უნდა მივიღებ, მითხარით გავითვალისწინებ. ფასებს და ახასიათებლებს იხილავთ ჩვენს ვებგვერდზე www.blaze.gr, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი YouTube-ზე, TikTok-ზე. გვადევნეთ თვალყური. მე კიდევ დაგემშვიდობებით.